საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქი ჰყავს ეკლესიის წინამძღოლი შიო მესამე იქნება. კენჭისყრა გაიმართა გაფართოებულ სხდომაზე, რომელიც სამების საკათედრო ეკლესიაში გაიმართა. სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მიიღო 22 ხმა, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. ბათილად გამოცხადდა 1 ხმა. ინტრონიზაციის ცერემონია კი უკვე ხვალ გაიმართება აღსაყდრების რიტუალი სვეტიცხოვლის ეკლესიაში დილის 10 საათიდან დაიწყება. სალომე ბოკუჩავა ადევნებდა თვალს მთელი დღის განმავლობაში საეკლესიო არჩევნების პროცესს, ახლა სამების ეკლესიიდან მოგვიყვება როგორი იყო რეაქციები. დიახ, სოფო ტაშით შეეგებდნენ შეკრებილი დელეგატები და წმინდა სინოდის წევრები გადაწყვეტილებას, რომელიც გამოაცხადა უხუცესმა მღვდელმთავარმა მეუფე ანანიამ შიო მესამე გახლავთ საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მიტროპოლიტი და ბიჭვინთა ცხუმ აფხაზეთის მთავარეპისკოპოსი. სულ რამდენიმე წუთის წინ ზარების რეკვა შეწყდა სამების ეზოში. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალმა კათოლიკოს პატრიარქმა უკვე დატოვა სამების საკათედრო ტაძარში. მეუფე შიო მესამის ხილვა ჩვენ უკვე შეგვეძლება ხვალ აღსაყდრების ჟამს, როდესაც ინტრონიზაცია 10 საათისთვის დაიწყება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. მოგეხსენებათ, რომ სვეტიცხოვლის ტაძარში ის მისთვის სიმბოლურიც არის და ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეპისკოპოსად სწორედ იქ აკურთხა კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ. რაც შეეხება პროცესზე, კრებაზე მიმდინარე პროცესს, შეიძლება ითქვას, რომ ხმის მიცემის პროცესი, ხმის დამცველი კომისიის თავმჯდომარემ თეოდორე ჭუაძემ გახსნა და დაიწყო ხმის მიცემის პროცესი. მოგეხსენებათ, სპეციალური კაბინა მოთავსებული იყო საქართველოს პატრიარქთა ხატის ქვეშ და ნახევრად გამჭირვალე სივრცეში მთავარეპისკოპოსებს შეეძლოთ ხმის მიცემის დაფიქსირება, ხმის მიცემა. ბიულეტენზე 3 კანდიდატი იყო გამოსახული და შემოხაზვის პრინციპით ისინი საკუთარ პოზიციას აფიქსირებდნენ. თავდაპირველად ხმები მისცეს მეუფე შიომ, მეუფე იობმა და გრიგოლმა. ამის შემდეგ ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლების მქონე მაღალმა იერარქებმა, მეუფე აბრამმა, დანიელმა და ისაიამ, ამის შემდეგ კი უკვე დაიწყეს ხმის მიცემის პროცესი. ქიროტონიის მიხედვით პროცესი მოგვიანებით უკვე დათვლის პროცესი დაიხურა, მაგრამ შედეგები ასე გადანაწილდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო წინა სინოდის შემდეგ, დაემატა 2 ხმა, მათ შორის ერთ-ერთი არის მეუფე ზოსიმე, ეს მან თავად დაგვიდასტურა სხდომის დასრულების შემდეგ. ასევე 9 ხმა მიიღო მეუფე იობმა, მან ამჯერად ერთ-ერთი ინფორმაციით მეუფე ზენონმა მისცა ხმა, მანამდე ის აძლევდა ხმას მეუფე გრიგოლს, ხოლო მეუფე გრიგოლმა 7 ხმა მიიღო. ამ შემთხვევაშიც 1 ხმა გაბათილდა, როგორც წინა სინოდის სხდომაზე მოხდა, არ არის გამორიცხული. ამ შემთხვევაშიც ცარიელი ფურცელი გამჭირვალე ყუთში მეუფე ნიკოლოს ფაჩუაშვილს ჩაეგდო, თუმცა მაღალმა იერარქმა ისე დატოვა სამების საკათედრო ტაძარი, რომ ამის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია და საერთოდაც არ საუბრია გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ჩემს ზურგს უკან ერთ-ერთ მთავარ შესასვლელს ხედავთ სამების საკათედრო ტაძრის. გამოდიან სასულიერო პირები, სამონაზვნო დასის წევრები და ეპისკოპოსები. მათი ნაწილი კომენტარის გარეშე ტოვებს ერთ ტერიტორიას, მაგრამ ძირითადად ისმის ერთმანეთის და ჩვენს მიმართაც მილოცვა ახალი პატრიარქის მშვიდობიანად არჩევის გამო. მნიშვნელოვანია, რომ დღეს ასევე ხმის მიცემის და შედეგების გამოცხადების შემდეგ გაისმა კვერექსი, რაც სავედრებელ ლოცვას ნიშნავს და ეს ნიშნავს, რომ პირველად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად შიო მესამე მოიხსენიეს სწორედ ამ ლოცვაში. უკვე ცნობილია მეუფე შიოს გადაწყვეტილებით, რომ ხვალ გაიმართება აღსაყდრება და მას აკურთხებენ ყველა წესის დაცვით, როგორც ახალ კათოლიკოს პატრიარქს და გვირგვინს მის თავზე დაადგამს მეუფე ანანია. ძალიან აი ხო ხედავთ, რამდენი ხანი გრძელდებოდა და მაგის მოყოლა ჯერ ისე ვერ მოვყვები. რა უნდა იყოს საქართველოს ახალი პატრიარქისთვის? ეს მას უნდა გითხოთ, მაგრამ ეს არის ესე იგი საქართველოსთვის ზრუნვა არის თავარი პრიორიტეტი და მგონია, რომ პატრიარქი მხოლოდ მარტო არ იქნება ამ საქმეში, წმინდა სინოდი ყველანი თავის გამოცდილებით შეეხიდებიან მას მსახურებას. მე მგონია, რომ ეკლესიამ სწორი არჩევანი გააკეთა.
სწორი არჩევანი და მეუფე შიო, უწმიდესი შიო ღირსეულად გაუწევა ქართულ ეკლესიას. დაემატა, ანუ იმ 4 ხმაში ერთი თქვენი დაემატა, 20+1 თქვენი ხმა იყო? დაემატა. მეუფე შიო ასე ამბობს, რომ სურვილი არის, რომ კრებსითად ჩვენ ისე როგორ წესი და რიგია საქართველოს ეკლესიას დავეხმაროთ თავის სახურების მისიის აღსრულებაში. ნახოთ, ყველაფერს მომავალი ელოდებით მნიშვნელოვან ცვლილებებს ეკლესიაში. მე ვერაფერს ვერ ვიტყვი. თავად ვისაუბრებს, ეხლა თქვენი ეპისკოპოსი ბრძანდება უწმიდეს და უნეტარესი შიო არის თქვენი ეპისკოპოსი თვითონ უნდა გესაუბროთ თქვენ. და თქვენ რო ვიზე გააჩერეთ თქვენი? სხვაზე. ვიცით რომ სხვაზე, ვიზე, ახლა მაინც შეგიძლიათ ამის თქმა. ხო, კი როგორ არა, მეუფე იობს დაუჭირებ. რატო დაუჭირეთ მეუფე იობს? იმიტომ რომ ილია მეორესთან იყო ადრიდელი დროიდან და აი ასეთ მომენტში მე მიმაჩნდა პატრიარქიც მას ძალიან დიდ პატივს სცემდა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ის რა ქვია მაშინ როდესაც ქონდა ჩვენ საუბარი პატრიარქმა ხაზგასმით მიმითითა არა მხოლოდ მეუფე შიოზე არამედ მეუფე იობზე და დანიელზე. ის დაუჭირეთ მხარი მეუფე? მე მხარი დაუჭირე იმას ვისაც დაუჭირე მხარი. ახლა მაინც შეგვიძლია გამჭვირვალებით. ესე იგი ღმერთმა შთამაგონა რომ ამ ადამიანს მიეცი ამ კანდიდატს ხმა, მეეცი იმ კანდიდატს ხმა. პირველი ცვლილება რას ელოდებით მის? ჩვენ ველოდებით თანდათან წინსვლას, იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე ხო გავჩერდით ახლა სანამ პატრიარქს ავირჩევდით და ახალი პატრიარქი თავისი ლოცვით, თავისი ესე ვთქვათ სულიერი მოღვაწეობის ძალითა და მადლით და ჩვენი თანადგომით წინ წავალთ და წავიყვანთ ხალხსაც ქრისტესკენ. ულოცავ მთელ საქართველოს შვიდობით, ერთსულოვნებით იმოქმედა სინოდმა ორგანიზებული იყო უმაღლეს დონეზე. გამოჩნდა ღვთის განგებულება, ღვთის ნება, ყველა ერთმანეთს ულოცავს სინოდი. ასე რომ იწყება რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში. და ყველა უნდა ველოდოთ ის სიკეთეს. ხვალ ინტრონიზაციის შესახებ, ხვალ სვეტიცხოველში 10 საათზე დაიწყება მსახურება. მეუფე გრიგოლი იმყოფება ჩვენთან ერთად, რომელიც გახდათ ერთ-ერთი კანდიდატი გაფართოებულ ეკლესიის გაფართოებულ სხდომაზე. მე მაგ პატივი მასთან გადავიდე კითხვით. მეუფეო, თქვენ მიიღეთ 7 ხმა. ელოდით თუ არა ამ შედეგს, ამ გადანაწილებას და როგორია თქვენი პოზიცია სინოდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით? როგორ შეიძლება რამე პოზიციაზე ვისაუბროთ, როდესაც შედგა გაფართოებული საეკლესიო კრება და გაიმართა არჩევნები და ყველამ თავისი გადაწყვეტილება მიიღო. დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. ჩვენთვის თავარია რომ ჩვენ სულიერი ერთობა შევინარჩუნოთ, რადგან ეკლესია ყოველთვის ასე იყო ჩვენთვის განსაკუთრებით ჩვენი ერისთვის, რომ ის იყო გამამთლიანებელი და ბურჯი იყო ჩვენი ეროვნულობისაც და სახელმწიფოებრივობისაც და ამდენად მე იმედი მაქვს და მჯერა რომ ასე გავაგრძელებთ. მე სიტყვაში აღნიშნე კიდევაც რომ ჩვენ თუ ერთგვარი რაღაც პაექრობის მაგვარი გვაქვს არჩევნებში, ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ ერთმანეთის მოწინააღმდეგები და მტრები ვართ. ჩვენ ყველანი ვართ სულიერი ძმები და ვისაც არ უნდა გაემარჯვა ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის და ჩვენი ერის სულიერი ერთობისთვის ზრუნვას, ლოცვას და შრომას. ასე რომ დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, ღმერთმა დალოცოს ახლად არჩეული კათოლიკოს პატრიარქი, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი და მისი სისავსე. გაიხარე. მეუფეო, პირველი რეფორმა, რასაც ელოდებით მეუფე შიოსგან რა იქნება და რა თქმა უნდა დაუყენთ? სიტყვა რეფორმა ეკლესიაში ძალიან ცუდად ხდება ყურს. პირველი ნაბიჯი, რომელიც მეუფე შიოსგან არის მოსწავლე. არ ვიცი, არ მომისმენია მისგან, აი რას ფიქრობს, რას აპირებს და არ თქვა დღეს დახურული კარს ვიღმა თავისი გეგმების შესახებ მეუფემ არის საუბრა?
დახურულ კარს მიღმა არაფერი გვისაუბრია, მით უმეტეს დღეს. მე გულისხმობ სამების საკათედრო ტაძარში თქვენი ხედვები ჩვენთვის უკვე ცნობილი არის და მეუფე შიოსიც სხვა ინტერესებს. ჩვენი ხედვები კაცმართვას დიდად არ განსხვავდება. ჩვენ ამ ხედვებსაც რაც მე ვახსენე და საჯაროთად განვაცხადე, ერთად განვახორციელებთ, ვინც არ უნდა ყოფილიყო. მადლობა, წარმატებები თქვენ უსმენთ პირდაპირ ეთერში ხობისა და ფოთის მიტროპოლიტ მეუფე გრიგოლს 79 წლის კანდიდატს, რომელიც იბრძოდა დღეს პატრიარქობისთვის, მან მიიღო 7 ხმა, ეს 7 ხმა სავარაუდოდ ეკუთვნის იმ ადამიანებს, რომლებიც ითვლებიან მის გარემოცვის წევრად, მაგალითად მეუფე აბრამ გარმელიას, რომელიც ახალი პატრიარქის ასარჩევად საგანგებოდ ჩამოვიდა დასავლეთ ევროპიდან, ასევე მეუფე ანტონს, რომელიც ითვლება მეუფე გრიგოლის გარემოცვის და უახლოეს წევრად, ასევე მეუფე საბა ამერიკიდან ჩამობრძანებული მთავარეპისკოპოსი და ასევე შეიძლება ითქვას მეუფე მელქისედეკ ხაჩიძე, ვინ არის მეშვიდე პირი, რომელმაც მხარი დაუჭირა მას ჯერჯერობით უცნობი არის, თუმცა ამასთან დაკავშირებით ჩვენ მეტ დეტალებს უფრო მოგვიანებით გავიგებთ. დღევანდელ სხდომაზე გარდა სინოდის წევრებისა და დელეგატებისა სასულიერო პირებიდან ესწრებოდნენ საერო პირები, როგორც სხვადასხვა ეპარქიებიდან, ასევე სამეცნიერო წრეებიდან, მათ შორის იყვნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლები, მუზეუმის გაერთიანების ხელმძღვანელი და უმაღლესი სასწავლებლის რექტორები. ჩვენ ჩავწერეთ ეს ადამიანებიც, მოვისმინეთ მათი კომენტარები, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ ახალი პატრიარქის შერჩევა სამების საკათედრო ტაძარში 7 ვითარებაში მიმდინარეობდა. ძალიან გახარებული ვარ მე და ალბათ მთელი საქართველო, რასაც ელოდა მთელი ქვეყანა მეუფეშიოს გამორჩევა არის ისტორიული მოვლენაა და მადლობა ღმერთს და თქვენ ყველას, რომ გილოცავთ, რომ ხართ მონაწილე ამ ისტორიული დღისა. ერთმა შეაძლებინოთ მეუფეშიოს ამ უმძიმესი ჯვრის და ტვირთი, რომელიც ყოველდღია მეორემ შეძლო ესე წყინვალედ ეტარებინა. დახურული კარის მიღმა რა ხდებოდა, რა თქვენს დელეგატს? შესანიშნავი სიმწყნარე, სიმშვიდე და ყველავს ერთმანეთს. მოგუხევით იქ რა ხდებოდა ტელეფონით. თქვენ შემოგევლოთ ჩემი თავი, ეხლა ყველაფერს გააშუქებთ, დაგლოცოთ უფალმა. მუზეუმისთვის მივაკ. კი, დიახ, მუზეუმისთვის მივაკ ეს. ეს არის სწორედ კრების საპროცესო ნაწილი. ალბათ მეც და საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილიც ხვალ ლინდელ ცერემონიალს პირველად იხილავს საქართველოში. ხვალ ჩვენ ვნახავთ, როგორ აკურთხებენ პატრიარქად მეუფე შიო მესამეს. 49 წლის შემდეგ მსგავსი ცერემონიალი საქართველოში პირველად იმართება კვლავ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. მე კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი, რომ სვეტიცხოვლის ტაძარი მნიშვნელოვანი არის მეუფე შიოსთვისაც, ისევე როგორც ბევრი სასულიერო პირისთვის, მაგრამ მისთვისაც კიდევ ერთი სიმბოლური დატვირთვა ის ეპისკოპოსად კათოლიკოს პატრიარქმა სწორედ სვეტიცხოველში აკურთხა მრავალი წლის წინ და ხვალ ყველა წესის დაცვით უნდა მოხდეს აღსაყდრება და ამ პროცესის დროს ეს პროცესი მიმდინარეობს გალობის ფონზე და გალობის ფონის პარალელურად პროცესში უნდა იყვნენ ჩართულები უხუცესი სასულიერო პირები წმინდა სინოდიდან, რომლებიც შეამკობენ ახალ კათოლიკოს პატრიარქს სპეციალური შესამოსელით, რომელიც საგანგებოდ მისთვის არის მომზადებული. მე დარწმუნებული ვარ, რომ თარგი მის ფორმებზე უკვე არის გამოძერწილი და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხვალ გვირგვის კათოლიკოს პატრიარქს დაადგამს მეუფე ანანია.